ილონ მასკმა კომპანიები SpaceX-ი და XAI გააერთიანა. იქ მომუშავეებს კი გასულ თვეში განუცხადა, რომ მთვარეზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სატელიტების ქარხნის აშენება სურს. ის გეგმავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე შექმნილი ზონდები კოსმოსში კოლოსალური კატაპულტით გაუშვას. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ 2 ან 3 წელში ასეთი ტექნოლოგიის შესაქმნელად ყველაზე იაფი ადგილი სწორედ კოსმოსი იქნება. მოგვიანებით მან ისიც თქვა, რომ ამგვარ ხელოვნურ თანამგზავრებს პირველ რიგში დედამიწიდან გაუშვებენ. სამომავლოდ კი რაკეტა Starship-ის გამოყენებას განიხილავს, რათა ოპერირება სხვა ციურ სხეულებზეც შეძლონ. სწორედ მისი მეშვეობით აპირებს ის მთვარეზე დიდძალი ტვირთის ჩატანას. შემდეგ კი იქ უკვე სამეცნიერო და საწარმოო ბაზებს ააშენებენ. ფაბრიკებში შეიძლება ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსებითაც ისარგებლონ, რომელთა მეშვეობითაც ზონდებს დაამზადებენ და ორბიტაზე გაგზავნიან. მასკის პროგნოზით, მასის ელექტრომაგნიტური გამშვები სისტემით ყოველწლიურად ასეთი მისიებისათვის 500-დან 1000-მდე ტერავატ სიმძლავრეს მიიღებენ და მზის ენერგიითაც ისარგებლებენ. იგი ფიქრობს, რომ ეს კარდაშების სკალაზე წინ წაგვწევს. მასკი პირველი არაა, რომელსაც მთვარეზე მსგავსი კატაპულტის გამოყენების იდეა გაუჩნდა. ამის შესახებ ფიზიკოსი ჯერარდ ონილი ჯერ კიდევ 1974 წელს საუბრობდა. ის განიხილავდა იმგვარ სისტემას, რომლითაც არამაგნიტური ობიექტის გადაადგილებასაც შევძლებდით. იგი ფიქრობდა, რომ ასე მთვარეზე მოპოვებული მადნის ფრაგმენტების კოსმოსში გაგზავნას მოვახერხებდით, სადაც მათი მეშვეობით მაგალითად მზის ენერგიაზე მომუშავე სატელიტებს შევქმნიდით. ცნობილია, რომ Starship-ი თითო ფრენისას მთვარეზე 100 მეტრული ტონა ტვირთის ჩატანას შეძლებს. რაც შეეხება ადგილობრივ რესურსებს, იქ სილიციუმი, ტიტანი, ალუმინი, რკინა და ყინული მოიპოვება. შესაბამისად, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ასეთი პროექტი შეიძლება წარმატებულიც აღმოჩნდეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.